ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებები რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ნეგატიურ მოლოდინებს აძლიერებს. მოლოდინების გავლენა უკვე ასახულია ლარის კურსზეც. 28 თებერვლის შემდეგ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 2 თეთრით არის გაუფასურებული. ანალიტიკოსების შეფასებით მიზეზი კონვერტაციებია და ამ ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში გასული პერიოდის პრაქტიკიდან გამომდინარე საინვესტიციო ბანკები ელიან, რომ ეროვნული ბანკი ინტერვენციებს განახორციელებს და ფინანსურ ბაზარს დოლარს მიაწვის. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა თებერვალი ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ერთ-ერთი რეკორდული თვე იყო. წინასწარი მონაცემებით გასულ თვეში მარეგულირებელმა დაახლოებით 420 მილიონი დოლარი, ბოლო 1 წლის განმავლობაში კი 2,9 მილიარდი დოლარი შეისყიდა. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე ავიარეისები გლობალურად უქმდება. ფრენები შეჩერებულია თელ-ავივში, დუბაიში, დოჰასა და სხვა საერთაშორისო აეროპორტებში. სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებები მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევენ. ფრენები ყველა რისკის ზონაში 7 მარტის ჩათვლით გაუქმებულია საქართველოდანაც. სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით სპეცრეისები უკვე სრულდება. მიმდინარე მოვლენების მიუხედავად გალთენთაგარტი ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას ელის. საინვესტიციო ბანკის გათვლებით საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები წელს 5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. იანვარში კი მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ზე მეტად არის გაზრდილი და 325 მილიონ დოლარს აჭარბებს. გალთენთაგარტი წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-იან ზრდასაც ელის. საინვესტიციო ბანკის მოლოდინი იანვარში მოსალოდნელზე უფრო მაღალი, თითქმის 8%-იანი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული. საქსტატის მონაცემებით იანვრის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ფინანსური და სადაზღვევო სექტორის ძლიერი აქტივობით. მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4-დან 4,8%-მდე დაჩქარდა, გალთენთაგარტი წლის ბოლოსთვის ინფლაციის ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან მიახლოებას ელის. საქართველოში სესხის გამცემის სუბიექტების საკრედიტო პორტფელი ზრდის ტრენდს აჩვენებს. ეროვნული ბანკის მონაცემებით წლიურად ამ სეგმენტის გაცემული სესხები 221 მილიონი ლარით 2 მილიარდ ლარს მიუახლოვდა. პორტფელში სამომხმარებლო სესხები ჭარბობს მილიარდი ლარით, მეორე ადგილზეა ლომბარდი, სამეულში ასევე შედის ვაჭრობის და მომსახურების დაკრედიტება. რაც შეეხება ბიზნეს სესხებს, კერძო სექტორის დაკრედიტებაზე 70 მილიონი მოდის. 2025 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით საფინანსო ბაზარზე 141 სესხის გამცემის სუბიექტი ოპერირებდა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 2000-ს აჭარბებდა. არმატურის იმპორტზე დაწესებული გადასახადი კიდევ 6 თვით 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. არმატურის იმპორტის დაბეგვრა 2025 წლის 25 იანვრიდან დაიწყო და საიმპორტო გადასახადი 1 ტონაზე 420 ლარს შეადგენს. ბოლო პერიოდში არმატურის იმპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ოფიციალური სტატისტიკით წლის განმავლობაში საქართველომ 126 მილიონი დოლარის 233,000 ტონა არმატურა შეიძინა. 2024 წელს რეკორდული იმპორტის მაჩვენებელთან შედარებით კი კლება 40%-ს უტოლდება.